იმედი ხوار გაგიცრუა სახელმწიფო მაგ მომენტში. იმედი გამიცრუა სახელმწიფომ მე ვერ დამაფასა როგორც რესურსი, მივხვდი რომ ეს ჩემი ადგილი არის. მე დღეს უნდა ვიყო უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ. მივიღე გადაწყვეტილება რომ უნდა წამოვიდე სტარტაპიდან, უნდა შევეშვა. ასეთი მთავარი აღიარება რაც მოვიპოვეთ, ის იყო გავხდეთ პირველი ქართული სტარტაპი, როგორც Google for Startup Accelerators წევრები AI-ის მიმართულებით. ყოფილა შემთხვევა რაღაცნაირად რამდენიმე ღონისძიებაზე ყოფილვარ და აქ რა მინდა, აქ რას ვაკეთებ, აქ რატო ვარ. ასე რომ მოსულიყავი ჩემთან და გეტყვა სტარტაპი, ან გეკითხა სტარტაპი რა არის, გეტყავდი ეს რა არის. მილიონობით ლარი მოვიზიდეთ ჩვენმა დეპარტამენტმა იმისათვის რომ საქართველოში გაგვევითარებინა ეკოტურიზმი და მეორე მხრივ ასევე ეროვნული პარკები, დაცული ტერიტორიები საქართველოში. ჩვენ ზაუში ძალიან ბევრი ფუნდამენტური შეცდომა, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ რომ არ ვიცოდით არაფერი საერთოდ. მოგესალმებით, გიბრუნდებით ახალი ეპიზოდით. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება თონიკე ცირამუა, ტექ ანტრეპრენერი. თონიკე, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. შენს გზას ბოლო 1 წელია განსაკუთრებით ვადევნებ, იმიტომ რომ ძალიან დინამიური იყო. ხო, რაღაცა სიახლეები, მე რაღაცა კიდევ სიახლეები, მაგრამ უფრო ნეგატიური, ბევრი რაღაც მოხდა ქვეყანაში და მოგეთ ამ განვითარებულ მოვლენებს შეგვიძლია ბოლო შევეხოთ, მაგრამ თავიდან დავიწყოთ შენი ისტორიით, როგორ სალამ მიხვიდოდი სტარტაპამდე, ტექ ანტრეპრენერობამდე, შენი გზა რა გაიარე, იმიტომ რომ ჩვენმა გადაცემამ ბოლო პერიოდი რაღაცა ერთგვარი მამოტივირებელი ხასიათიც მიიღო და წინა ეპიზოდში ვთქვით მარიამთან რომ რაღაცები რაც Facebook-ზე ან სოციალურ მედიაში ჩანს ხოლმე ჩვენი რაღაც წარმატების ისტორიები ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი გზა არის რომელსაც ფეილებით, მარცხებით, დაცემით და სხვა რაღაცებით გამოხატავთ ხოლმე თუმცა საზოგადოებამდე, მეგობრებამდე მათ შორის მიდის ხოლმე ეს რაღაცა შედეგით უკვე რომელიცაც ბევრისთვის მიმზიდველია, ბევრს გონია რომ ეს რაღაცა მარტივად მიღწევადია. მოდი ამაზე ვისაუბროთ. შენ არ იყავი ტექით დაინტერესებული თავიდან, არ შენი პროფესია იყო მე ესე პირდაპირი. ვისაუბროთ შენს გზაზე და მე უკვე ვნახოთ რას მოგვიტანს მოკლედ დღევანდელი ჩვენი საუბარი. აუცილებლად მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები შენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა რომ ეს პოდკასტს აკეთებ, გჭირდება. ეკოსისტემა სჭირდება შენაირი პოდკასტები და ძალიან მიხარია რომ ვაკეთებ ამას და იმედია ჩვენი დღევანდელი პოდკასტით საინტერესო იქნება და ღირებული შენი მაყურებლისათვის. ხო, თონიკეს გზა ერთი პროფესიიდან მეორე საქმიანობაში საერთოდ განსხვავებული არის ნამდვილად. დავიწყე ყველაფერი იქიდან რომ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გავხდი. 2008 წელს ჩავაბარე საქართველოს უნივერსიტეტში. და მთელი ჩემი საბაკალავრო პერიოდი დავუთმე სწორედ საერთაშორისო ურთიერთობებს. მე უკვე გაგრძელდა სამაგისტროზე და მე უკვე წავედი ასევე უცხოეთში. ანუ ყველა ეტაპი ჩემი ცხოვრების დაახლოებით 10 წელზე მეტი გავლია იმაში, რომ მე უნდა ყოფილიყავი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, უნდა წავსულიყავი ერთჩვენიერ დღეს რომელ ქვეყანაში საქართველოს ელჩად და დიპლომატი უნდა ყოფილიყავი აუცილებლად და ეს იყო ჩემი მთავარი ამოსავალი წერტილი. რომ რაღაცნაირად ქვეყანა გამეტანა უკვე ელჩის სახით ქვეყნის პარლამენტს გარეთ. ანუ ვისწავლე, გამოცდილება დავაგროვე, ანუ ნებისმიერი ჩემი პროფესიული ნაბიჯი, ნებისმიერი ჩემი აქტივობა იყო მიმართული აქეთ. და ერთჩვენია დღესაც წავედი ასევე ესტონეთში უმაღლეს დიპლომატიურ სკოლაში, იქ ჩავირიცხე, მთელი სკოლარშიპი, თავისი სტიპენდიით, ყველაფრით, ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, სპონტანურად ერთ კვირაში მოვახერხე საბუთების შეგროვება და მე უკვე მიმიწვიეს და ჩავირიცხე სტუდენტის დიპლომატიურ სკოლაში. აი იქ მაინტერესებს აი იქ ნაწილი, იმიტომ რომ დიპლომატია საქართველოსთვის, ხო? საკმაოდ ცოტა საელჩო არის. ხო, საქართველოს ყურშემო ცოტა საელჩოა და ავტომატურად იმ დროშიც მით უმეტეს მაგ მიმართულებით სწავლება ნიშნავდა რომ ძალიან დიდი კონკურენციაში შედიოდი. კი, ერთგვარი გამოწვევა იყო, ხო, თავიდანვე, ხო? ძალიან დიდი ეგ გააზრებული არის ხოლმე როგორც წესია ჩაბარების მომენტში, ეხლა მე რომ ახსენდება, ნაკლებად ქონა გააზრებული, რომ აი ეს კონკურენტულ გარემოში შევდიოდი და რაღაც განსხვავებული რაღაცებიც უნდა მესწავლა ამ თვისებიდან აქტივობებში მივიღო მონაწილეობა, რომ ეს რაღაც კონკურენტული უპირატესობა მქონოდა რაღაც მომენტში და შენ დროს ეგ გააზრებული ქონდა, რომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე შედიოდი, როგორც ელჩის მიზანი ელჩობისა?
კი, საერთოდ ძალიან საინტერესო ამბიციურ თემას შევეჭიდე, მას შევედა რაც ახალ ბაზარს უხსნიდი სტარტაპულ ენაზე რო ვისაუბროთ. იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობები არის ძალიან ფართო ცნება არის. იქ არის როგორც ევროპის უსამნელობა, იქ არის ასევე ნატო, ევროკავშირი, ასევე არის რეგიონალური და ასევე არის ცალკე ქვეყნები გასული, ანუ ამ ყველაფერში და სადღაც უნდა მოერგო, სადღაც შენი ნიშა უნდა იპოვო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნისათვის საპირწონე რეგიონი ამერჩია და მე მაშინ კვლევებს ვაკეთებდი და ვატარებდი კვლევებს და ჩემი ნებისმიერი საბაკალავრო თუ სამაგისტრო ნაშრომი და სტატიები დაკავშირებული იყო რასთან? დასავლეთ ბალკანეთთან. დასავლეთ ბალკანეთი, რომელიც არის პოსტ-იუგოსლავია, მე ვახორციელებდი კვლევას ამ რეგიონის და რატო ეს რეგიონი? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისათვის ეს მხარე არის საკმაოდ საინტერესო და საპირწონე. რაც გულისხმობ ამაში, რომ პირველი არის რომ ასევე აქვს ახლო წარსულიდან გამომდინარე საკმაოდ ახლობელი ისტორია, მათაც ომები გადაიარეს, კონფლიქტები, ეთნიკურ ნიადაგზე, ასე შემდეგ, რაც ჩვენთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი და მეორე მხარე არის ასევე უკვე აწმყოს ნაწილში ევროკავშირის, ნატოში ინტეგრაცია და მე ასევე მეორე მხარე არის უკვე რუსეთთან აი ამ ყველაფერში ურთიერთობები და ჩემთვის უნდა ყოფილიყო ეს ერთგვარი პარალელის გამოვლები საქართველოსთან, როგორ ახერხებენ ეს ქვეყნები ევროპულ და ნატოსთან ინტეგრაციას, მაშინ როდესაც პლუს რუსული გავლენა ძალიან დიდია. და საკმაოდ სწრაფს დას, ხო, ესტონეთი ახსენე, ხო? ესტონეთში წავედი სასწავლებლად, ხო? თუმცა დასავლეთ ბალკანეთი, რომელიც აი ხორვატია, სერბეთი და ასე შემდეგ, ცოტა შორის ენა ვისწავლე, ჩემით ვისწავლე ენა. სერბულ-ხორვატული და ანუ ყველაფერი ჩემი ეს მიმართულება იყო დაკავშირებული იქიდან რომ ახალი საელჩო უნდა გამეხსნა ჩვენი ქვეყნის და ეს უნდა ყოფილიყო დასავლეთ ბალკანეთში, უფრო კონკრეტულად ხორვატიაში. და ესეთი ამბიცია მქონდა, მაგიტო ვისწავლე ენები, მაგიტო ვისწავლე და გავაკეთე ყველა ჩემი ნაშრომი ამ მიმართულებით და უნდა ყოფილიყო მთავარი რა რომ მე უნდა ყოფილიყავი საქართველოს ელჩი ხორვატიის რესპუბლიკაში. ეს იყო ამოსავალი წერტილი და ესე ქმნიდი საერთოდ უკვე ამ კონკურენციაში შევდიოდი და ამ კონკურენციაში პლუს ახალ ბაზარს ქმნიდი, იმიტომ რომ საქართველოს არ ყავდა მაშინ საელჩო, არ ქონდა საელჩო მაშინ ხორვატიაში. ეხლა რა სიტუაცია მაგ კუთხით? ახლა გაძლიერებული არის ამ რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობები, უფრო მეტ ჭიდრო კავშირები გვაქვს, უფრო მეტი საელჩო გვაქვს და უშუალოდ ზაგრებში არ გვაქვს ჩვენ საელჩო, თუმცა გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე რამდენიმე წელი წინ ხდებოდა და ფაქტობრივად ერთ-ერთი, აუცი, იშვიათი ადამიანი ვიყავი, რომელიც ამ რეგიონით იყო დაინტერესებული და რაღაცნაირად მე პლატფორმა გავაკეთე, სადაც წერდი იქაურ ამბებს საქართველოს საქართველოსზე და მთლიანად გადაეშვი, ხო? გადავეშვი ენის სწავლა უკვე ერთ-ერთი ენის სწავლა, ხო, ანუ კულტურის გაზიარება ერთგვარი, ხო? ჩავედი, რაღაცნაირად ტურისტულად ჩავედი, გავიცანი ადამიანები, ანუ კარგად ვიცოდი ენად, ეხლა ცოტა პრაქტიკა მაკლია და შეიძლება დაუწყებული მქონდეს, მაგრამ მაინც ჩემში იყო ყოველთვის ეს და დღესაც რა თქმა უნდა ეს რეგიონი ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ძალიან საყვარელი. გზა გაიკვალე, ასე ვთქვათ, ერთგვარი ელჩობისკენ, ყოველ შემთხვევაში დიპლომატიური მიმართულებით და რა დროს მოხდა შენში გარდატეხვა და აი სტარტაპისკენ რა გივიზგა რომ წასულიყავი. კი, მოდი, ხო, მივყვები ქრონოლოგიურად მაშინ. ესტონეთში, როდესაც სწავლობდი, მე პარალელურად მუშაობდი, სტაჟირებას გავდიოდი საქართველოს საელჩოში ესტონეთში და ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ესტონეთში დიპლომატიურ სკოლაში სწავლა, სტაჟირება საქართველოს საელჩოში და ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა მე გამიჩინა კიდევ უფრო მეტი ამბიცია და თამასაც ამეწია შესაბამისად. ანუ საქართველოში ჩამოსვლიდან 1 წლის შემდეგ მე არ მქონდა მოლოდინი არანაირად რომ მე დამხვდებოდნენ კონტაქტები და შემოთავაზებები და აეროპორტში, მაგრამ მქონდა იმის მოლოდინი რომ რასაც სასურველ საინტერესო სამსახურს ვიპოვეთ. წელიწად ნახევარი დამჭირდა მე დაახლოებით 50-მდე განაცხადი, 30-მდე გასაუბრება იმისათვის რომ 1200 ლარიანი ხალხასი მეშო. რომელიც გულისხმობდა ერთ-ერთ საჯარო სამსახურში, ერთ-ერთ სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად დავინიშნე იქ. რეგალია საკმაოდ დიდია და 1200 ლართან მიმართებაში. და 1200 ლარი, ხო, ეს ცალკე ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არის, რომ საჯარო სექტორში მოკლედ. საჯარო სექტორში არის ესეთი ამბავი ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე იყო. საუბარი მაქვს 2017 წელს, 8 წელი გავიდა. ძალიან მალე გავიდა ეს დრო. ვიმუშავე აქ 2 წელი. თუმცა ხვდებოდი რომ
თან ეს სივრცე აღარ მომწონდა მე, იმის მიუხედავად რომ ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და პრინციპში მადგება მე უკვე წიკ სფეროშიც, იმიტომ რომ წარმოიდგინე დაახლოებით მილიონობით ლარი მოვიზიდეთ ჩვენმა დეპარტამენტმა იმისათვის რომ საქართველოში გაგვევითარებინა ეკოტურიზმი და მეორე მხრივ ასევე ეროვნული პარკები, დაცული ტერიტორიები საქართველოში. და ამაში მე ვიყავ ერთ-ერთი ჩართული, ხდებოდი საერთაშორისო დონორებს, დიპლომატიურ კორპუსს, ანუ რაც ხდება, ყველაფერი რაც გაკეთებულა, ყოფილა ან ევროკავშირის ფონდებიდან, ან ამერიკული ფონდებიდან. დღეს რასაც ახლა ვემტერებით ხო და ასე ვთქვათ, ვამბობთ რომ არ ვჭირდება და ჩვენიცაც ვიზავთ ხო. ხო, სადაც უნდა გაიხედო, ახლა აბრებზეც რო შეხედო, ყველგან არის ეს პარტნიორებად მათი ლოგოები და ესენი არიან ეს ადამიანები არიან და ეს კომპანიები და ორგანიზაციები ჩვენი პარტნიორები. 2 წელი ვიმუშავე აქ და მე მივხვდი რომ რაღაცნაირად ეს არ იყო ჩემი სივრცე, სადაც მე მინდოდა ყოფილიყავი. მაგ დასკვამდე ნელ-ნელა მიხვდი თუ რაღაც ერთიანად მოხდა. ერთგვარი იმედგაცრუება, იმედი ხوار გაგიცრუა სახელმწიფომ მაგ მომენტში. იმედი გამიცრუა სახელმწიფომ მე ვერ დამაფასა როგორც რესურსი, როგორც პროდუქტი და ვერ გამოიყენა ჩემი რესურსი სათანადოდ. და მე რაც გამიცრუა იმედი და კიდე გვიცრუდება ბევრჯერ იმედი და ამას მე ვიტყვი უკვე სტარტაპულ კონტექსტში. ცხადია გამიცრუდა და დაახლოებით 6 თვეში უკვე მუშაობის დაწყებიდან იქ მივხვდი რომ ეს ჩემი ადგილი არ იყო, იმიტომ რომ არ არის განვითარების ძალიან კარგი პლატფორმი შენთვის, ახალგაზრდისათვის, ამბიციური ადამიანისათვის, რომელსაც რაღაცები გაუკეთებია, რაღაცა მიზნები და ამბიციები გააჩნია და მოდი ასე ვიტყვი, ოცნებებიც აქვს, და ძალიან კარგი არის ოცნებები რო კონდეს, მაგრამ ეს არ იყო ის დრაივი, რაც მე მჭირდება. ხო, ვერ მოყვა, ხო, რაღაცა ბიუროკრატია იქ რაღაცა, ვიღაცებს არ ესმის, ბევრი და მოკლედ ბევრი თემა, რომელიც იქ უფრო კარგად ჩანს, გაიდან რაღაცეები ჩანს, მაგრამ შიგნით როდესაც ხარ და არ მოგწონს ისეთი გარემო, რომელშიც შენ იქ ხარ, კიდევ უფრო მეტად მტკივნეული არის შენთვის. ერთჩვენია დღესაც 2019 წელი არის და ჩემი ძმა შემოდის იდეით, რომ მოდი გავაკეთოთ სტარტაპი. ჩვენ ორივეს გვიყვარდა და გვიყვარს მოგზაურობა და ჩვენ ბევრს დავდიოდით ყოველთვის. და ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიებმა, ბაბუებმა ჩაგვინერგეს ქვეყნის სიყვარული, ერთ-ერთი რატომაც ჩაგვინერგეს ჩვენ და როგორც ჩაგვინერგეს, ეს იყო რომ თუ გინდა რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა, უნდა იმოგზაურო საქართველოში. და ჩვენ ბევრს დავდიოდით, ქონდა თავიდან რაღაცა აქტივობები გაკეთებული და მე უკვე გადავწყვიტეთ რომ მოდი ეს მთელი ეს ინფორმაცია რომელიც გვაქვს, მოდი გავაციფრულოთ და უფრო გავხაროთ გლობალური და მასშტაბური. 2019 წელს გაჩნდა ეს იდეა, მე დავტოვე სამსახური და გადავეში მთლიანად სამეწარმეო და სტარტაპულ ცხოვრებაში, რომელსაც მე ეს ჩვენი ეს ბექგრაუნდი ძალიან კარგად ასახავს რეალურად, რომ რაღაცა ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადავედი, საერთოდ სხვა galaktika არის. ანუ ამასაც დავარქმევ ეს რაც მე ვარ, ახლა ამას არ დავარქმევდი რაღაცნაირად პროფესიას, ეს არის ჩემთვის საქმიანობა, ეს არის სფერო და მე ფაქტობრივად მივატოვე ჩემი პროფესია, თუმცა ჩემი პროფესია მე გავამადგა და მადგება ცხადია უკვე ექსპერტში. აი მაგას შევეხებით უბრალოდ. სულ არის ხომ ხშირად არ გამიგია, მაგრამ მსმენია რომ მაგას სამსახური დავტოვე და გადავეში აქ. ხა ჩემთვის ეს წარმოუდგენელი, ჩემი სამსახური არის ეს ყველაფერი და სამსახურად რთულად აღვიქვამ სამსახურს ნაკლებად ვეძახი ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი ყოველდღიურობაა ეს და აი იგითი რადიკალური ცვლილება მე არ მომიწევს ალბათ არასდროს. თუ რაღაცა სხვა სფეროში არ გადავედი, რაც მე ეჭვება, მაგრამ შენთვის დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის უნარები და სკილები და მათ შორის შენ რაცა ნასანაცნობო წრეას გაიფართოვე, რა თქმა უნდა, სტარტაპში გადგება და მაგაზე ვისაუბროთ, თუმცა რადიკალურად განსხვავებული დრაივი აქვს, ხო, აქეთ სტარტაპში გადმოხვედით, ან სტარტაპი როცა შემოძმა შემოგთავაზა და სტარტაპი გავაკეთოთ, მანამდე გქონია შემხებულობა ან რაღაცა ინფორმაცია სტარტაპთან დაკავშირებით. მე შენ რომ მოსულიყავი ჩემთან და გეთქვა სტარტაპი ან გეკითხა სტარტაპი რა არის, გეკითხავდი ეს რა არის. ანუ არანაირი შემხებულობა არ მქონია, ვიყავი სულ აკადემიურ სფეროში, ჰალსტუხი, პიჯაკი, რაღაც და სულ ესეთ გარემოში ვიყავი, კონფერენციებზე დავდიოდი, ნატოს კონფერენციებზე დავდიოდი და ხვდებოდი ელჩებს, დიპლომატებს, მინისტრებს, პრეზიდენტებს და ასეთ ადამიანებს. ანუ არასდროს არ მქონია შემხებლობა ტექსტსფეროსთან საერთოდ და ჩემთვის იყო საერთოდ უცხო და თავიდან ცოტა მიმღებლობაში ცოტა პრობლემას შემეხვდა, იმიტომ რომ რაღაცა დისტანცია მეჭირა თავიდან, იმიტომ რომ ვერ აღვქავდი ჩემ თავს ამ სფეროში და რამდენად ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც ამ სფეროში
და სტარტაპში იქნებოდა ღირებული და შემოძამ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მე ასევე მიმიწვია ეს იყო რომ ასეთ ჩემი კომუნიკაციის უნარები და ის გამოსწორება რაც დავაგროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ეს უნდა ყოფილიყო ღირებული სტარტაპისთვის და მე უკვე დაიწყო უკვე სტარტაპი რომელიც საერთოდ უკვე სხვა ცხოვრება და სხვა რეალობა არის ერთი რაც უცებ მე შევამჩნე ამ საუბრიდან აი ხა რაც ცირე მონაკვეთიდან რომ შენ შეიძლება სამსახური შეცვალე თუმცა მე მგონი იდეა არ დაგიკარგავს იმიტომ რომ წეგან თავიდანვე დაიწყე საუბრის რომ ენთუზიაზმით იყავი რომ საქართველოს რაღაცნაირად გლობალ გასპაიზ გაგეტანა რაღაც კარგი ეშვენ ეს პატრიოტული სულისკვეთება იყო და სტარტაპ სტარტაპში თქვი რომ ჩვენი სამყარო ჩვენი ქვეყანა რო გვიყვარს მოგზაურობა და შემდეგ ეგეც ერთგვარი პატრიოტული ნაწილია და შენ ადექი და ეს მიზანი ასე ვთქვათ იდეა რაც გქონდა იმ სამსახურში და ამ სამსახურშიც ფორმა შეუცვალე ალბათ რა მე ესე დავინახე ხა ამ მომენტში სოუტურად მე მინდა და მაგაზე საუბარი და მადლობა რომ იქ აღნიშნე ძალიან სწორად იმიტომ რომ მე შეიძლება წარმატებული დიპლომატი ვერ გავხდი, მაგრამ და ელჩი ჯერ არ ვარ და ელჩობა არ არის რაღაც 30 წლამდე უნდა გახდე და არ პირიქით. ეს ყოველთვის ეს თაროზე არის უბრალოდ შემოდებული და ნებისმიერ დროს შეიძლება რომ გადმოვიღო თაროდან და გავაგრძელო. მაგრამ მე სამაგიეროდ გავხდი ელჩი სტარტაპით და სტარტაპით გავხდი გავიტანე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენი მიზანი რა იყო ყოველთვის და რაღაც მისია რომ ჩვენი აპლიკაციით, ჩვენი პროდუქტით ერთი მხრივ საქართველოში ქართველებისთვის გაგვესნო რა არის დიდარი ტურისტული პოტენციალი ჩვენი ქვეყნის და მეორე მხრივ გლობალურ კონტექსტში გაგვეტანა ჩვენი სტარტაპი და გაგვესნო ხალხისთვის თუმე რამაგერე საქართველოში მოგზაურობა და გაგვესნო უკვე ციფრული სახით ჩვენი ქვეყანა. და კი ელჩი ვარ დღესაც უკვე როგორც სტარტაპერი და ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი სტარტაპერი რომელსაც გააქვს საკუთარი იდეა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის რა თქმა უნდა ელჩი და აი ეგ ძალიან ძლიერი შინაგანი გაცდა რა და მე მგონია რომ ყველა ადამიანს თუ ეგეთი мотиваცია აქვს ხო აი ეგ არის ნამდვილი ანუ პატრიოტიზმის ჩემთვის პირადად ასუყურებ იმიტომ რომ ქვეყანა რო გიყვარს და ის ტრადიციები რო გიყვარს ხო ამ რაღაცებშიც გამოიხატება შეიძლება ვიღაცამ დილეტანტულად შეხედოს და მან ვერ დაინახოს ვერაფერი პატრიოტული მაგრამ ვინც აი მაგ სიღრმეებში და მაგ შინაარსს იცნობს მგონია რომ რა ვიცი მაგის გარეშე გულგრილი ვერ დარჩება ყოველ შემთხვევაში ვერ დარჩება თუ გამოსვლილი გააქვს მით უმეტეს და აი ამ ეს გაგიკეთებია რა თქმა უნდა გულგრილი ვერ დარჩები და ბილიკი გააკეთე მოკლედ ხო ბილიკი გავაკეთეთ მოკლედ ბილიკი გავაკეთეთ და აქ იწყება ძალიან ბევრი თავგადასავალი თმის გაჭაღრავება, ბევრი ნერვიულობა, ბევრი სტრესი, ბევრი ფაქაპი, ბევრი არასწორი ნაბიჯი და მოდი ამაზეც ვისაუბრებ. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, კი. შევდესაც გამოჩნდა ეს იდეა, დავიწყეთ უკვე მუშაობა სტარტაპზე, დავიწყეთ დეველოპმენტი, დავიწყეთ პროდუქტზე მუშაობა. და ესეც ერთ-ერთი პირველი შეცდომა იყო, რაც გავაკეთეთ, რომ დავიწყეთ ეგრევე პროდუქტის კეთება. ანუ ჩვენ ზაუში ძალიან ბევრი ფუნდამენტური შეცდომა, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ, რომ არ ვიცოდით არაფერი საერთოდ. არანაირი მაინდსეტი არ გვქონდა ჩვენ. არანაირი სტარტაპული, ანტრეპრენერული აზროვნება ჩვენ არ გვქონდა საერთოდ. თან ახლა მაგ დროს 2017 თქვი, ხო? 2019. 2019, ხო. 2019-ში დავიწყე იქ მუშაობა, 2 წელში მერე წამოვედი. მithometes იქ ჩვენი ეკოსისტემა ესეთი მდიდარი არ იყო, როგორც თქვათ დღეს შეიძლება იყოს. ხო, პირველ ნაბიჯებს გავდა ეგ. მაშინ მოხდა პირველი რაღაც გარკვეული. პირველი თაობა არის პირველად და ჩვენ დაახლოებით 6 თვე დავუთმეთ developments, პროდუქტის developments და ძალიან ბევრი რესურსი ჩაიდო ამაში, როგორც ფინანსური, ასევე დროის რესურსი და ემოციური ცხადია. რაც შეცდომა იყო, იმიტომ რომ ჩვენი მიდგომა იყო, რომ უნდა შევქმნე იდეალური პროდუქტი, რაც ცხადია ბუნებაში არ არსებობს, მოდი ვთქვათ, ესეთი იდეალური პროდუქტი, რომელსაც არ ქონდეს შეიძლება ბაგი, არ ქონდეს რამე ისეთი, რომელიც შენ არ მოგეწონოს მომხმარებელს და აქედან გამომდინარე ჩვენ ესე 6 თვე დავხარჯეთ იმაში, რომ რაღაცა პროდუქტი შევქმნა იდეალური პროდუქტი. იმის მაგივრად რომ წავსულიყავით, ბაზარი მოგვიყვია, მომხმარებელთან გველაპარაკა, შევქმნა პროტოტიპი, მერე MVP რაღაცეები პირდაპირ აი ესე გადავწყვეტეთ რომ ყოფილიყო ესეთი იდეალური პროდუქტი ბაგების რაღაცა ხარვეზების გარეშე. ამან რა მოგვიტანა? მოვიდა ამასობაში 20 წლის თებერვალი, 20 წლის თებერვალი პანდემია, ხო? და გაუშვით თუ არა ორ კვირაში დაიწყო პანდემია და ყველაფერი გაჩერდა.
თან თქვენ არის სტარტაპის რომელსაც რა ვიცი ეს რომელიც ფიზიკური მიმოსვლა და ხო, ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი სამოგზაურო ხო. გადამწყვეტი ამბავი. პანდემია დაიწყო, ჩავიკეტეთ და ვის გახსოვდა მერე ან სტარტაპი, ტექნოლოგიები, მოგზაურობა, საერთოდ არავის არ ახსოვდა. და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ჩვენი სტარტაპული ცხოვრებისთვის. და რა გავაკეთეთ ჩვენ? ადაპტაცია უნდა გაიაროს ანტრეპრენერმა, ერთ-ერთი რაც არის ანტრეპრენერის სტარტაპერის ერთ-ერთი ასე ვთქვათ თვისება რაც უნდა იყოს, ესე უნდა იყოს ადაპტირებადი. ადაპტაცია უნდა გაიაროს მოვლენებთან. პანდემია, ომია, ეკონომიკური კრიზისი არის, პოლიტიკური კრიზისი არის, რაღაცნაირად ფეხი უნდა აუწყოს და არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ მაშინ დავიწყეთ ასეთი რამე, რომ მე და ჩემი ძმა დავსხედით და ვთქვით, რომ მოდი გავაკეთოთ ვლოგი, რომელიც ხელს შეუწყობდა, რომ საქართველოში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ გვესაუბრა ვიდეოების სახით. და თითოეულ ვიდეოს დაახლოებით გვქონდა 30000 ნახვა. და ამასთან ერთად ქონდა რა რომ ხალხი გვწერდა, რო არა მაგარია თუმცა საქართველოში მოგზაურობა, როგორც კი დასრულდება ეს ყველაფერი და გავიხსნებით, მოვიკიდებთ ზურჩანთებს, გადმოვწერთ ბილიკს და ბილიკით მოვივლეთ საქართველოს ბილიკებს. ეს იყო ჩვენთვის ამ წელს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ნათელი წერტილი და იშვიათი წერტილი, რომელიც ყოფილა საერთოდ 2020-ში, იმიტომ რომ დაახლოებით 29-მდე უარი მივიღეთ, როგორც არის ჯიტადან, როგორც არის ინვესტორებისგან, ფინანსებაზე. ხო, ანუ ძალიან მძიმე პერიოდი განმოვიარეთ. და ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენ დაკეტვასთან, დახურვასთან ჩვენი სტარტაპის. ბევრჯერ დავხურეთ ჩვენი სტარტაპი გონებაში. მოდი შევეშვათ, ხო? მოდი შევეშვათ, ხო, წმენა არ გაქვს, წმენა და წმენის ძალა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რასაც არ უნდა აკეთებდე. სპორტსმენი ხარ, ექიმი ხარ, ნებისმიერ პროფესიაში, ნებისმიერ სფეროში და ამ შემთხვევაში სტარტაპს ოდესაც აკეთებ, იმიტომ რომ მუდმივად გავს ჩვენი ცხოვრება, აი გულის ცემის დიაგრამა რაც არის, აი ესეთი არის. აღმავალი ჩაღმავალი არის, ხო, ანუ ესეთიც არ არის და სულ ესეთიც არ არის. მუდმივად ესეთი ამბავი არის. აი კანვას დამფუძნებელს 100 უარი მიუვიდა და 100 უარი ქონა თავიდან, სანამ ერთი ინვესტორს იპოვიდა, სანამ ერთი კი იქნებოდა. ჩვენ ქონდა ეს ამდენი უარი და ძალიან ახლოს ვიყავით დახურვასთან. თუმცა მე მაქვს ასეთი მიდგომა ყოველთვის ცხოვრებაში, რაღაცნაირად როდესაც ვიცი რომ აქედან აქამდე უნდა მივიდე, მე ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთო. ყველა წინაღობა უნდა გადავიარო და ყველა ჩემი ცდელობა უნდა დაუთმო ამას. მაშინაც კი, როდესაც მე მუშაობრი ვიყავი, ყოველი შემდეგი უარი და ყოველი შემდეგი რაღაც ახალი შანსი იყო ახალი ცდელობა და ახალი ნაბიჯი წინ. და რაღაცა უკან არ ვიხევ არასდროს. ამიტომ ახაც ესე მოხდა. და თქვით რომ რაღაცას ველოდებოდით, მონაწილეობას ვიღებდით ერთ-ერთ კონკურსში და არ ვიტყვი რომელ კომპანიას და რომელი ბანკის, როცა იქნება თქვენი სპონსორი, მე ვთქვათ თუ გინდა. მოკლედ ამ ბანკს ქონდა განმაცხადებული და ყოველწელს ატარებს ბიზნეს დაჯილდოებას. და არის სხვადასხვა ესეთი მიმართულებები, სხვადასხვა ნომინაციები და გავხდით 2020-ის 23 დეკემბერს წლის საუკეთესო სტარტაპი. რამაც ჩვენში აღიარებასთან ერთად მოგვიტანა საკუთარ თავში წმენა. ანუ ყველაზე დრამატულ პერიოდში, როცა ყველაზე ეპიკური პიკი უნდა ყოფილიყო თქვენი სტარტაპს, რომ გაეშვით და მოკლედ შედეგები, ფიდბექი და მთელი ამბავი რომ გააკეთებინათ, დაიწყო პანდემია, ჩაიკეტეთ, ვერაფერი ვერ ხდებოდა. უარი იყო ძალიან ბევრი. ამის ფონზე ერთი დადებითი მხარე რაც იყო, ეს იყო უკავშირი პოტენციური მომხმარებლებისგან, რომელიც ვიდეოებზე რაც კარგ უკავშირს გიწერდნენ და წლის ბოლოს თქვენ ცდილობებში ესეც ერთ-ერთი აღიარება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მომოტივირებელია, ხო? კი, და ნახე რა იყო, მოდი ერთ ფსიქოლოგიურ მომენტს შემოვიტან აქ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უნდა წავიდეთ ცოტა უკან, რომ გავიხსენოთ, რომ ჩემი პროფესია და ჩემი მიზანი საერთოდ სხვა იყო და მე საერთოდ ახალ რეალობაში აღმოჩნდი და ესეც ყოველთვის მიტევს.
ამ ო დროს ესეც არასწორი მოდის ნაბიჯი ხო არ გადავდი, არც ხო? ნაბიჯი ხო არ გადავდი აქ რამე ანუ ყოფილა შემთხვევა რაღაცნაირად აი რამდენიმე ღონისძიებაზე ყოფილ ვარ და აქ რა მინდა, აქ რას ვაკეთებ, აქ რატო ვარ. ანუ ესეთი ფიქრებიც მქონდა დასაწყისში. და პლუს ამას ამ დროს ამდენი უარი არის და ეს კიდევ უფრო მეტად мотиваციას გიქვეითებს და შეოდესაც ხარ გამოუსწრელი სტარტაპერი ეს ყველაფერი მაცხის ფასი შენთვის რო არ არის იცის პირველად, ხო მაცხის ფასი არის და ეს ყველაფერი შენთვის არის ძალიან პირადული კი. და გონია რომ აი ჯიტაში შევიტანეთ ხო განაცხადი მაგალითად და გვეგონა რომ უეჭველი გავიდოდო ჩვენი იდეა მაგრამ უარი მივიღეთ და ეს იყო ჩვენთვის პირველი დანერცხება ასე ვთქვათ მიწას ეს ყველაფერი მე ჩვენ რა გავაკეთეთ ამისათვის ანუ ერთი რომ საკუთარ თავზე ვისწავლეთ საკუთარ პრაქტიკაზე ვისწავლეთ ეს ყველაფერი და ეს ჩამოგვიყალიბდა ეს აზროვნება და პარალელურად ეს ჰქონდა ესე თაროებზე შემოდებული ძალიან დიდი ბიბლიოთეკა რომელსაც ვკითხულობდით ჩვენ ჯიმ რონი იყო იქ არ ვიცი ბრაიან ტრეისი იყო თუ ნებისმიერ ნაპოლეონ ჰილი ჩვენთვის ეს იყო აუცილებელი რომ წავკითხე რომ იმიტომ რომ მე როდესაც რაღაც სივრცეში ვარ ახალ რაღაცაში ვარ მე იქ უნდა ვიყო თავდაჯერებული ხო? თავდაჯერებული, ახლა აქაც როდესაც ვსაუბრობ რაღაცას და ან პირობითად ლექციებს ვატარებ, ტრენინგებს ვატარებ, მე მუდმივად უნდა ვიყო განვითარებადი და მუდმივად განვითარებაში უნდა ვიყო. ყოველდღე რაღაცას ვსაუბრობ. შეიძლება პოდკასტებს უსმენდე, შენს პოდკასტს უსმენდე, და ძალიან ბევრი ღირებული წამოვიღე უკვე შენი პოდკასტიდან და ამას უწფელად ვამბობ და ეს არის ჩვენთვის პასუხისგებლობა, რომ ეს სცენაზე ვდგავარ, ხალხი მისმენს ყველაფერთან ერთად და მე მათ შესაბამისი რაღაცნაირად ინვესტიცია უნდა ჩავდო ამაში. ხო. და ერთმა ადამიანმა მაინც დავიხარჯო და ერთმა ადამიანმაც რაღაც უნდა წაიღოს აქედან. კი, ეგ ძალიან ამიტომ და სწავლა და სწავლებადი დამფუძნებელი და სტარტაპერი არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, აუცილებელი როლი, აუცილებელი თვისება, რომელიც უნდა გქონდეს აუცილებლად. რახან პოდიშეცი რახან როლზე და აი მაგ პერიოდზე ვლაპარაკობთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის გუნდის ნაწილი რა და ამ შემთხვევაში ფაუნდერები ხართ შენ და შენი ძმა კი რაც ძალიან ისეთია იშვიათია მათ შორის სტარტაპ თემაში ოჯახური ბიზნესი ან ოჯახური სტარტაპი რაღაც წარმატებას მიაღწიოს ხო და რა არის ეგეთი კრიზისების დროს გუნდის როლი მოდი აი მაგაზეც რო ერთი ორი სიტყვა გითხრათ იმიტომ რომ ხშირ ზოგი ფიქრობს რომ ერთი აი სოლო ფაუნდერი რო იყოს ყველაფერი უფრო კარგად დაალაგდება ვიდრე მაგალითად რამდენიმე კაცი ყავდეს გუნდში ხო და აი მან განსხვავებები და თქვენ შემთხვევაში როგორ იმუშავა მაგ ყველაფერს ჩვენ შემთხვევაში როგორ იყო იცი რომ ხო აი უცბად დავასრულებ აი იქიდან როდესაც ჩვენ ეს გავიმარჯვეთ და მოვიგეთ ჩემი როგორც ანტრეპრენერული ცხოვრება სხვანაირი დაიწყო ეგ რომ არა მე შეიძლება აქ არ ყოფილიყავი საერთოდ მე წამოვიდა ინვესტიციები, წამოვიდა რამდენიმე ჯილდო, წამოვიდა უკვე აღიარება, წამოვიდა უკვე ბაზრიდან გასვლა და ახალ ბაზრებზე შესვლა. უკვე ბევრი რამე მოხდა ძალიან საინტერესო. ჩვენ შემთხვევაში ხშირად ყოფილა, როდესაც мотиваციის ნაკლებობა ქონდა. ან ერთს ან მეორეს. აი დამფუძნებლებს ვამბობ, მე და ჩემი ძმა, მე და გიორგი, ქონია შემთხვევები, როდესაც მე თუ ვიყავი ცოტა უმოტივაციოდ ის მე მომხნევდა და მაძლევდა мотиваციას თუ ის მაშინ პირიქით ხდებოდა ხოლმე. ესეც თავიდან რა ხდებოდა იცი რომ ვსწავლობდი ჩვენ და არ ვიცოდით რეალურად როგორ გვემართა ემოციები. პირველი რაც ვისწავლე ზოგადად სტარტაპის კეთების დროს ეს არის ფსიქოლოგია. ბაზრის კვლევები, პროდუქტის ჩაშვებები, მოხმარებლის მოზიდვები, ეს ყველაფერი ვსწავლობ, თავარი არის, მნიშვნელოვანი არის, მაგრამ აქეთ ყველაზე ფუნდამენტი რაც არის, ეს არის ემოცია, ფსიქოლოგია. და შენ ხო როგორც ფაუნდერი და ხარ მშობელი ამის და შენზე არის ყველაფერი დამოკიდებული. შენ ხარ დამფუძნებელი, შენ ხარ CEO, შენ ხარ CTO, შენ ხარ ტექნიკური დირექტორი, შენ ხარ HR-იც, დამლაგებელი ყველაფერი შენ ხარ და ყველაფერი შენზე არის დამოკიდებული. ამიტომ მე ჩვენ ვისწავლეთ რეალურად რომ ემოციების მართვა ვისწავლეთ. მენტალური ჯანმრთელობა ხო ანუ ის ცალკე სამუშაო არის ამაზე და ცალკე ვიმუშაოთ ამაზე იმიტომ რომ თურმე შენ არ ხარ მარტო თურმე სხვებიც ესე გადიან თურმე ამდენ უარს ესე იღებენ სადამ წარმატებას მიაღწევენ ხო მაიკლ ჯორდანის აქვს ხო რა თქვა მე რომ 100-ობით სროლა დავჭირდა იმისათვის რომ 1000-ობით სროლა და 1000-ობით სროლა ასე ვთქვათ გააფუჭა სადამ გახდებოდა მაიკლ ჯორდანი და ჩვენ ასევე ბევრი უარი მივიღეთ
და ამ ბევრ უარში ვისწავლეთ რეალურად როგორ მივაქციოთ წარმატებას და ჩამოყალიბდა ერთგვარი აზროვნება და ერთგვარი მიდგომა, რომ შენ კი არა აგებ, უბრალოდ რაღაცას სწავლობ და ეს სწავლაში რაღაცებს მე უკვე ხვეწავ იმისათვის, რომ რაღაც შედეგს მიაღწიო. წარმატების ნაწილი ასევე არის ეს მარცხი. ხა გამოსtildeება არის, ხო, ახლა იმან რა ქვია, მასკმა, ხო? რამდენჯერ გაუშვა ფალკონე, ხო, თავის. მაგრამ რამდენჯერ დაეცა, სანამ შედეგს მიაღწევდა. თან ახლა, ნუ, წარმოვიდგენ, მოდი არ გადავიდეთ ბასკის თემაზე, მაგრამ კაი მაგალითი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ მაშიოც არავის ეჯერა მისი, მათ შორის ნასამბერჯო დააუარა და სხვა ბაზებმა პირობითად, რომელთაც მაგალითად გამშვები ქობილნების ყიდვა უნდა სუთავიდან და მე აწყო საკუთარი, რომელიც დღეს წარმატებულია და ხო, ხალხს უშვებს კოსმოსში. ხო, აი ძალიან დიდი ნახტომი იყო მოკლედ მაგ ინდუსტრიაში. კი. ცოტა შეიძლება აი мотиваციაზე, ოდესაც იყო საუბარი და არის საუბარი, ნუ თან დაფუძნებლების გარდა ხო არის გუნდი პლუს. ერთ-ერთი რასაც ჩვენ არ ვაკეთებდით, ოდესაც პირველ სტარტაპზე არის საუბარი, ხომ? რასაც არ ვაკეთებდით, ეს იყო ხედვა. vision. რასაც ვეძახით. ხედვა თქვენი თუ გუნდის საერთო? თლიანი გუნდის, თლიანი იდეის ხედვა. კი რაღაცა აბსტრაქტული მიდგომები გქონდა, რომ ჩვენ მაგალითად უნდა გავხდეთ Skype-ი საქართველოში, რომელმაც გაიტანა და გახდა უნიკალური და ასე შემდეგ. და ესეთი მიდგომები გქონდა და ამდენი მილიონი იუზერი და შემოსავალი უნდა გქონდეს ეს ყველაფერი, მაგრამ vision-ი და მისია, რაზეც დაეფუძნებოდა სტარტაპი და გუნდი, ის იყო ძალიან ბუნდოვანი და აბსტრაქტული. როდესაც გუნდი შემოდიოდა და ახალი გუნდის წევრი შემოდიოდა, ჩვენ უბრალოდ ვეუბნებოდით მათ, რომ ეს არის გასაკეთებელი, ეს ვართ ჩვენ და მოდით ეს არის ამოცანები და ეს შეასრულე და დახურე რაღაც ამდენიმე თვეში ეს ამბავი. რაც არის შეცდომა. რატო არის შეცდომა? იმიტომ რომ როგორც მეორე სტარტაპმა აჩვენა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ხედვა. რამდენიმე წლიანი ხედვა. ყოველ ახალ მოსულ გუნდის წევრს ვუგზავნით ამ დოკუმენტს და ვაცნობდით ყველას ჩვენი გუნდის ახალ წევრებს რა არის ჩვენი მთავარი ხედვა. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში. რა არის ჩვენი მისია? ვის გარშემო დგას ჩვენი კომპანია საერთოდ? შედეგად რა მოიტანა ამან, რომ გაიზარდა мотиваცია. გაიზარდა სულისკვეთება და გაიზარდა ასევე უკვე შედეგებიც ამაში. უფრო სწრაფად ხდებოდა იგივე ვთქვათ, ამოცანის შესრულება, უფრო სწრაფად მიდიოდით შედეგებამდე და უფრო ეფექტური გახდა ეს ყველაფერი. ამიტომ აი, როდესაც ჩვენ სტარტაპს ვქმნით, უნდა იყოს რაღაცა ხედვის მატარებელი და ხედვის გარშემო საერთოდ ღირებულება. იმიტომ რომ შენ გუნდის წევრი აკავს არა უბრალოდ იმისთვის, რომ დაასაქმო და შენ დავალება შეასრულოს. არამედ ის უნდა იყოს შენი გზამკვლევი, ამ გზაზე ერთად უნდა იაროთ და პლუს ამას უნდა იყოს მოტივირებული. ანუ მასაც უნდა გქონდეს რაღაც ერთგვარი კუთვნილების განცდა, რომ კუთვნილების განცდა უნდა გქონდეს. თუ შენ ამით მოტივაციას უძდი, რომ ნახე, დამფუძნებელი რაღაც ესე დოკუმენტს მიგზავნის, მაცნობთ ესეთ ამბავს, მეუბნება რა არის და რაც ვისწავლე რა სტარტაპმა მასწავლა და დღესაც ოდესაც ეს ვთქვათ სულ განაკვეთზე სამსახურის ძიების პროცესში ვარ და რაღაც შემოთავაზები მაქვს და მაქვს ხოლმე თავარი კითხვა რა არის თქვენი ხედვა რა არის სად ხედავთ რაღაცა თქვენს კომპანიას თქვენი მისია რა არის რომ ეს ჩემთვის უკვე мотиваციის ასე ვთქვათ მეტრიკიც არის ამოდროულად ხო იცი მასშტაბი რა მასშტაბი ვიცი სად უნდა მივიდეს ხო ამიტომ ეს იყო ასევე мотиваციაზე, ოდესაც აი საუბრობთ და კაი კითხვა იყო ძალიან ავთო. რა არის мотиваციის ერთ-ერთი მთავარი ამბავი, რომ ფუნდამენტშივე თავიდანვე დაფუძნებელმა უნდა დააფასოს ნებისმიერი გუნდის წევრი და ჩვენ ეს ვისწავლეთ, რომ ხედვის, მისიის და ღირებულებების ფასი რამდენად დიდი არის სტარტაპში. თან ერთგვარი გამოწვევაა, ხო? ანუ ხარ ფაუნდერი შენი ბრძოლები გაქვს შენ საკუთარ თავთან, ანუ შენ უნდა იყო ორიენტირებული თვით мотиваცია შეგინარჩუნდეს და გქონდეს საკმაოდ მყარი
და ასევე ფაუნდერი რო ხარ, არ უნდა გავიწევს გუნდის მოტივაციაც, ხო? ორი გამოწვევა. ან ერთი რომ შენ უნდა იყო ბედნიერი და მეორეა რომ შენი გუნდის წევრი გააბედნიერო რა. ცხადი. საკმაოდ რთული გამოწვევა სტარტაპისთვის, განსაკუთრებით პირველ ფაზაში, როცა ძიების პროცესია, ხო, მომხმარებლის მათ ბუნებრივია. შორის და სამ ჩაეშვება, სამ დაალაგდება ყველაფერი, ხო? კი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, იმიტომ რომ შენ მით უმეტეს ახლა ჩვენ მე ტექნიკური ცოდნა არ გქონდა, არანაირად არ მუშაობ კორპორატიულ ინდუსტრიაში, ასეთ ბანკში, არც ერთ კომპანიაში და ჩემთვის ეს იყო სიახლე. და ეს ყველაფერი მე უკვე დრო მასწავლა. ერთი სტარტაპმა ერთი რამე მასწავლა და მე ეს სტარტაპმა ამ სტარტაპში დაშვებულმა შესწავლმა უკვე გადაითარგმნა ახალ სტარტაპში როგორც უკვე გამოსწორებულ, უფრო კარგ, უფრო დახვეწილ რეალობაში, რომელშიც უკვე აღარ დაუშვი ის შესწავლები, რაც იქ დაუშვი. ზეპირად არ ჩაუშვით პროდუქტი. თავიდანვე ბაზარი მოვიკვლევთ, ველაპარაკეთ პოტენციურ მომხმარებელს, ველაპარაკეთ პოტენციურ ინვესტორებს, ჩაუშვით პროტოტიპი, გავტესტეთ, რაღაცები, ანუ ეს ყველაფერი, რაღაცა lean მეთოდოლოგია რაც არის ხო, სტარტაპური. ეს დავიცავით. და უფრო მოხდნილები ვიყავით, ცხადია. მაშინ ახლა მეორე სტარტაპზე საუბრობთ, მოდი გადავიდეთ მაგ ნაწილზე, უბრალოდ აღვნიშნე ის, რომ იმ ფაზაში, რა ფაზაში წერან აღვნიშნეთ, რომ ყველაზე რთული პერიოდი დაგემთხვათ, როცა გავუშვით, კოვიდი, რაღაცა ბრძოლა, ეს გამოწვევები რაც გქონდათ საკუთარ თავთან ზოგადად გარემოსთან და ბოლოს გქონდათ ერთგვარი აღიარება, ხო, ნომინაცია ახსენე. აი მაგ მომენტიდან რა მომენტში მოხდა იმ სტარტაპის დახურვა და მე ახალზე მუშაობაზე როგორ გადაეწყეთ რა, ეგეც რომ გავიაროთ. კი, როგორ იყო იცი რომ ჩვენ ოდესაც რაღაცას წარმატებას ვაღწევდით, საბოლოო ჯამში სტარტაპი რა არის, სტარტაპი უნდა იქცეს ბიზნესად. და გვაკლდა უკვე აი ეს ბიზნეს მიმართულება, ბიზნეს მოდელი, რომელმაც ისე ვეღარ ემუშავა, როგორც უნდა ემუშავა. პლუს ამას დავინახეთ, რომ ტენდენცია ტურიზმის ინდუსტრიაში იცვლება. შემოდის ხელოვნური ინტელექტი, შემოდის უკვე მანქანური სწავლება, ხალხი უკვე მოგზაურობას გეგმავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და სხვა ტენდენციები წავიდა. და სტარტაპი როდესაც ხარ, უნდა იყოს ადაპტირებადი რეალობასთან. და უნდა ერთგვარი გამოწვევა იყო. და გამოწვევა იყო ჩვენთვის და ბაზართან უნდა იყოს ადაპტირებადი, კი უნდა გიყვარდეს და ყველაფერი ეს უნდა იყოს ენთუზიასტი არ ყველაფერთან ერთად, მაგრამ ამას არ უნდა გადაყვე და უნდა შეყვე ამას მორევში. თუ ჩაგითხრობს აუცილებლად. ამიტომ ჩვენ ეს არ დავუშვით და გაგვშდა იდეა რომ მოდი ცოტა ხანი ბილიკი შემოვდოთ დაროზე საერთოდ და ეს აპლიკაცია ასე ვთქვათ დავაპაუზეთ და შევქმნით უკვე ბილიკი AI რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოტურიზმის ეკოტურისტული მიმართულებით დავაზობდა მოგზაურებს ეკომეგობრულ შეთავაზებებს. და ხელოვნური ინტელექტი იყო ამაში ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა. და რაც კარგი გავაკეთეთ ის იყო რომ ეს მივყევით რაღაცა მიდგომებს. რაც პირველ შემთხვევაში არა, ხო. ამიტომ იმ მარცხმა იმ უამრავმა არასწორმა შესწავლებმა გვასწავლეს ეს როგორ უფრო კარგად შეგვეკრა ჩვენი სტარტაპი. და 2023 წელს ჩავუშვით ჩვენ ეს ახალი სტარტაპი. ჯერ იყო პროტოტიპი იყო, მერე MVP იყო, გავატესტინეთ მომხმარებელს, 1000-ობით მომხმარებელი შემოგვემატა ამ დროს და გავხდით ასევე Google Cloud-ის წევრები. და Google Cloud-ი არის ჩვენთვის კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ ერთიან სივრცეში ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა ყოფილიყო, რომელიც რაღაცა no-code-ის საშუალებასაც იძლეოდა. და ვიყენებდით Gemini-ს. ეს დილემაც ხონდა ჩვენ Gemini-ი თუ ChatGPT. თუმცა დაგვენახა რომ Gemini უფრო ადაპტირებადი არის მოგზაურობასთან, უფრო დახვეწილი არის და ერთი მხრივ რაც იყო ინფორმაცია ის დავტოვეთ, მაგრამ ჩვენ პლუს ვასწავლეთ და გადავამზადეთ, დავატრენინგეთ უკვე ეს AI და ასე პრომპტები უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე თქვათ, უბრალოდ შენ რო შეხვიდე Gemini-ზე ან ChatGPT-ზე და რაღაცები ვიკითხო, ხო, ანუ უფრო მორგებული იყო, უფრო პერსონალიზებული იყო, ვიდრე რეალურად შეიძლება ChatGPT მოგცეს ან Gemini-ემ პირდაპირ ოდესაც მიდიხარ, იმიტომ რომ უნდა იცოდე შენ პრომპტინგი უნდა იცოდე, როგორ ესაუბრო მას და უნდა იცოდე ყველაფერთან ერთად რაღაცა დროის ფასიც და ჩვენ ამ დროსაც უზოგავდით ყველაფერთან ერთად. კი, და სამოგზაურო ბევრი ნიუანსი ხო, მათ შორის შეიძლება რომ პირველად ვისაც უნდა მოგზაურობა, ყველა ეს ნიუანსი ვერ კითხოს, ვერ გაითვალისწინოს და იმას არ უპასუხოს. არ უპასუხოს, ხო, ცხადია. რა ხდებოდა აქ? ჩვენ მოკლედ
კარგი ესეთი ფართომასშტაბიანი პროდუქტის გაშვება გამოგვივიდა. ტურისტერი არის ესეთი კონფერენცია, ესეთი ღონისძიება, რომელიც სტარდება ყოველწლიურად ბათუმში. და იქ წარვადგინეთ პირველად ბილიკი AI, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმება მოყვა. და მერე იყო სხვადასხვა ესეთი ეტაპები, რომელიც ჩვენ გავიარეთ. და ესეთი მთავარი აღიარება, რაც მოვიპოვეთ, ის იყო გავხდეთ პირველი ქართული სტარტაპი, როგორც Google for Startup Accelerator-ის წევრები AI-ის მიმართულებით. და ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი სიურპრიზი და დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ ამან მოგვიტანა ძალიან დიდი აღიარება და ძალიან ბევრი რამე პირველ რიგში ასევე პროდუქტის დახვეწაში, მე უკვე ბაზის გაფართოებაში და ასე შემდეგ. აი მაგაზე მინდოდა გადასულიყავ, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა Zoom-out-ი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო აქცელერატორი, რომელიც 2014 წელს არსებობს და ბევრი ესეთი აქტივობა აქვს და მათ შორის ვცდილობდით ხოლმე ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობების წამოღებას. Google Accelerator-სანაც ჰქონდა ჩვენ საუბარი დაახლოებით 2020-ში ან ცოტა ადრე. და ჩვენი რეგიონი მათთვის არ იყო ინტერესის სფერო, ხო და პირველად როცა გავიგე რომ Google Accelerator-ში მოხდა ქართული სტარტაპი, ეს რაღაცა მართლა ინოვაციასავით იყო, რაღაც ახალი, ხო? იმიტომ რომ დღემდე მე მგონი მეორე სტარტაპი არ არის ეგეთი ვინც. ხო, არ გვაქვს და ჩვენ გვინდოდა გავხდარიყავით პრეცედენტი ქართული ეკოსისტემისათვის, რომ თურმე ქართულ სტარტაპს შეუძლია რომ მოხდეს Google Startup Accelerator-ში და უფრო მეტად გზა გაუგზავნით მერე სხვა სტარტაპებს იმისათვის რომ რაღაცნაირად ჩვენ უნდა ყოფილიყავით კარგი მაგალითი და ეს ასე ვთქვათ ვითავსეთ ეს პასუხისმგებლობა რომ კარგი პრეცედენტი უნდა ყოფილიყავით Google-ისთვის როგორც ესეთი BGT სტარტაპი რომელიც მოხდა აქ არა უბრალოდ იმისთვის რომ რაღაცა გაუვარდა არამედ მართლაც დაიმსახურა და გაუყოლოს სხვა სტარტაპებს რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და დღესაც პრინციპში მე უკვე ვილაპარაკებთ ცალკე ამ თემაზეც, გულთან გვაქვს მჭიდრო კავშირი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი, აქცელერატორის ამბავზეც მაგ ეგნაწილი ვარ გამოგჩეს მე. აქცელერატორში მანამდე ქართულ აქცელერატორებს იცნობ, ხო მეტნაკლებად, მაინც რა ტიპის სამუშაოებს გადიან ხოლმე. რა მოგცეთ Google აქცელერატორმა? ერთია რომ ალბათ საერთაშორისო მენტორები იყვნენ, ვინც ბევრნაირი გამოცდილებით პრო კარგ რაღაცა რჩევებს შეიძლება დაგთავაზობდნენ. პირველი არის რომ ძალიან კარგად დაგვანახეს ახლებურად დაგვანახეს პროდუქტი, დაგვანახეს უფრო მეტად მომხმარებლის მიმართულება, ბიზნეს მოდელი ამავდროულად ჩვენი, რომელიც ძალიან ღირებული აღმოჩნდა, ანუ იქ მენტორები სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა დარგის მიმართულებით ყავს და შეგიძლია საათობრივად ესაუბრო მათ და რაღაც ძალიან საინტერესო იდეები წამოვიდეს აქედან. და დაგვანახეს ასევე ბაზრის მიმართულებით, ბაზაზე როგორ უფრო შეიძლება გავიდეთ, მით უმეტეს, როდესაც სტარტაპი შეიძლება მცირე რესურსები გააჩნდეს და ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება. ასევე ინფრასტრუქტურა მოხდა ძალიან დიდი. დაახლოებით $300,000 კრედიტები მივიღეთ ჩვენ ამ აქცელერატორისგან, რომელიც ძალიან კარგი პლატფორმა აღმოჩნდა ჩვენთვის, რომ უფრო ჩვენი პროდუქტი დახვეწილი და მომხმარებელზე მორგებული ყოფილიყო. რომელიც დაახლოებით არტიკულირება გაგრძელდა ეს აქცელერატორი, მე მქონდა დემო დღე საუდის არაბეთში, რიადში და იქაც თუმცა კარგად შეერა, რა თქმა უნდა ეს ამ დემო დღემაც და იყო ერთ-ერთი ღირებული ჩვენი იყოფნა. თუმცა ყველაფერთან ერთად დაიწყო ის ამბები, რაც დაიწყო საქართველოში. ხო, მაგასაც შევეხოთ, იმიტომ რომ სტარტაპის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ჩვენი ზომის, ჩვენნაირი ქვეყნის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ერთია რომ კარგი ნოყიერი გარემო ამ ყველაფრისთვის და ასევე ზოგადად ქვეყნის სიჯანსაღე, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა სტარტაპებისთვის, იმიტომ რომ აი ესტონეთი ახსენეთ ზეგან, ხო? ძალიან კაი მაგალითი აქვს და სურათობღაც სულ ეგ მაგალითი მომყავს ხოლმე, მაგრამ ევროპაში ზომის მიუხედავად სტარტაპის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, ხო? პირველ ადგილზეა პრინციპში შეგვიძლია ეს არის ჰაბი არის, ხო? ხო და ჩვენც რატომაც მესურვ როცა ამ სფეროში დავიწყე მუშაობა, სულ წარმომედგინე რომ ჩვენც გქონდა ამის პოტენციალი, იმიტომ რომ ბევრი კრეატიული ადამიანია ტექნოლოგიებში, არა მხოლოდ ტექნოლოგიებში, ბევრი მიმართულებით ძალიან მრავალმხრივ ნიჭიერი ხალხი და ჩვენს გვაქვს ამის პოტენციალი. და მათ შორის რაღაცა მეტნაკლებად სახელმწიფოს დახმარებას იგრძნობოდა, ხო? მაგრამ ეს რაღაც რადიკალურად შეიცვალა გასულ წელს და ეს ერთგვარი კრიზისია, ხო, როგორ შეიძლება ჩავთვალოთ წელს პანდემიის ნაწილში. ხო და აი როგორ ეგუება, ან რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა ადაპტირდეს, თუ
თუ არ უნდა ადაპტირდეს, აი ეგ ნაწილი ეგეც როგორ შეგავიაროთ ქართულ რეალობაში. ან თქვენ შემთხვევაში კიდე როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენზე? ხო, ჩვენზე ძალიან სულ იმოქმედა ისე რომ სტარტაპი დღეს მე წარმოვედი სტარტაპიდან, ფაქტობრივად გაჩერებული არის სტარტაპი. ჩვენ გამოსხდებული ქონდა საინვესტიციო რაუნდი. უნდა ჩამოსულიყვნენ ინვესტორები, მზად იყვნენ რომ ჩაიდოთ ინვესტიცია. იყო როგორც ვენჩერული ფონდი, იყვნენ როგორც ანგელოზ ინვესტორებიც და 9 დეკემბერს უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში. და 28 ნოემბერს დაიწყო, რაც დაიწყო. და მე მოგწერეს რომ ბოდიში საქართველოს შეხნილი ვითარებიდან გამომდინარე, აჩერებთ მოლაპარაკებებს და აღალვაპირებთ ინვესტიციის ჩადებას სტარტაპში. რაც ცხადია ჩვენთვის იყო ძალიან ტკივნეული და ჩემთვის იყო ერთგვარი სიგნალი რომ მე უკვე ვცნობდი რომ მქონდა აი დენტი მითავდებოდა. დენტი მითავდებოდა мотиваციაც, ენთუზიაზმიც, იმიტომ რომ ეს ხო არ იყო მარტო პირველი სტარტაპი. ეს ხო არ არის რომ თორნიკე 33 წლის არის ამ დროს. აღარ არის 25 წლის, აღარ არის 20 წლის. და უკვე სხვა რაღაცებზეც ვფიქრობდი მაშინ. და მივიღე გადაწყვეტილება რომ უნდა წარმოვიდე სტარტაპიდან, უნდა შევეშვა ჩემივე სტარტაპს და გზა გამეხსნა ახალი რაღაცა შესაძლებლობებისათვის. იმიტომ რომ შენ ამაში კი გიყვარს ეს ყველაფერი, მაგრამ მარტო სტარტაპი არ არის შენი ცხოვრება. და უამრავი საშუალება არის იმისათვის, რომ ისევ შექმნა რაღაცეები. მარტო შექმნა არ არის სტარტაპის შექმენი. შექმნა არის, როდესაც შენ ასევე ჯერ სტარტაპის შექმნა ყოველთვის შეიძლება და ამას არ აქვს ვადები. ყველაზე წარმატებული სტარტაპერები და ანტრეპრენერები არიან 40 წლით. მე ჯერ მაგამდე 1-7 წელი მაინც მიკრე. ერთგვარი პაუზა არის, ხო? ერთგვარი პაუზა არის, ხო, ანუ თუმცა არ შორდები, ხო, მაინც იმიტომ რომ არ შორდები, მე თავიდანვე როდესაც გამოვაცხადე საჯაროდ და გავაჟღერე, ვთქვი რომ მე ვჩები ამ ეკოსისტემაში და მე მზად ვარ რომ ჩემი დამოსლება და ცოდნა და ეს პლატფორმას პოდკასტიც ჩემი და შენი შეხვედრას და საუბარი არის ამის ერთ-ერთი კარგი საშუალება რომ მე ვქნი დღესაც ყოველთვის ვქნი, როდესაც ვასწავლი, როდესაც ვაზიარებ ჩემ გამოცდილებას და თუ კი ერთმა ადამიანმაც რამე საინტერესო წაიღო აქედან, ეს ჩემთვის უკვე ღირებული და დიდი ჯულდოც არის ყველაფერთან ერთად. და ამის გარდა კიდე ხარ Google Accelerator-ის მენტორი. და ამის გარდა ხო, გავხდი Google Accelerator-ის მენტორი, მე და ჩემი ძმა, როგორც ორივე ფაუნდერი, რომელმაც კარგი კვალიდატოვა Accelerator-ში სტარტაპის სახით, მიგვიწვიეს უკვე მენტორად და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და დიდი სახელი არის, რომ გვაქვს საშუალება სტარტაპებს კიდევ უფრო მეტად ჩვენი ცოდნა გამოსილება გავუზიაროთ და ეს პოდკასტიც ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი კარგი პლატფორმა არის ამისთვის. ამიტომ ხო, სტარტაპიდან წარმოვედი, გზა გავხსენი, სხვა რაღაცეებისთვის იყო მძიმე პერიოდი, არ დავმალავ, იყო ამდენიმე თვიანი მძიმე პერიოდი, დეპრესიული მომენტები. თუმცა დევიდ კეინი არის შოტლანდიელი მწერალი, პროდიუსერი, რომელსაც აქ ძალიან საინტერესო რამე ნათქვამი. რომ მოყვარულები დინებას მიყვებიან და პროფესიონალები აგრძელებენ სვლას. და მეც გადავწყვიტე რომ ამ მიდგომით წავსულიყავი და გამოგზელებინა სვლა. და შესაბამისად ის რაცაც უკვე ვილაპარაკეთ, რომ ვაზირებ გამოცდილებას და რაღაცებს ვაკეთებ, ეს კომპანიებს ვეხმარები, შეიძლება კონსულტანტი ვიყო, რაღაცებს უნერგავდე, იქ შეიძლება დაციფრულებაში ვეხმარებოდე და ასე შემდეგ, მე ამას ვაკეთებ. და ცოტა შორის ცოტა უკან რო წავიდეთ, ისევ შარშან რო წავიდეთ, ოდესაც ფეხი მოვიტეხე გუდაურში. მე არ მიყვარს ზოგადად არ ვარ სიტუაციების ხვერპლი ხოლმე. ვცდილობ რომ არ ვიყო. და ადაპტაცია გავიარო კრიზისულ მომენტებთანაც და აი ფეხი როდესაც მოვიტეხე იმ დღეს სასწრაფო მანქანაში ვიწექი მორფის ქვეშ სნიკერს ჭამდი და ვიყავი რაღაც შეხვედრაზე თიმით კოლში ხო კოლში ხო და ჩემი ძმა მწერს დაისვენი ხო გაგიჟდია ამიტომ ხო ანუ მე არ ვარ მოფრო რაღაცა იდეალური ტიპი ვარ და ამის რაღაც ამბიცია არ მაქვს მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემი თავი დავტოვო მარტო და ის ჩემი თავი რო დავტოვო მარტო ნიშნავს რომ მე მაშინ სხვების უნდა დავტოვო მარტო ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და
ვთვლი რომ რაღაცნაირად წვრილი შემაქვს ოდნავ მაინც 0.001%-ით მაინც ადამიანების რაღაცა ადამიანებს ვეხმარები და თუნდაც ეს წარუმატებლობა რომელიც მე მქონდა და fail-და სტარტაპი და ასე შემდეგ მინდა რომ ეს ვაქციო სხვების წარმატებად. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თამამად ამის გაზიარება. მე ზოგადად ვერც ვერაზოს ხედავდი ხოლმე მაგაში პრობლემას. მე მგონია ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეგ ძალიან ბუნებრივია რომ გაზიარება, ხო? მარცხის გაზიარება მათ შორის რა, იმიტომ რომ ყველაფერში იდეალური ვერ იქნები და ადამიანებს რო ამას გულახდილად ვესაუბრებით, მე მგონია ეგ ყველა დიდი ღირებულება არის ჩვენთვის და აი ეს გაზიარების ნაწილზე ხა შენი ბოლო პერიოდს რაც შეეხე, ხო, იგივე სიტუაციის გამო გაკეთდა დღეს ეს პოდკასტი, იმიტომ რომ ბოლო 7-8 წელია მეც აქტიურად ვიყავ ჩართული მოხალისეობრივად, არა მოხალისეობრივად, მაგრამ მეცილად მოხალისეობრივად ვეხმარებოდი განათლების სამინისტროსაც, სხვა სტრუქტურებსაც, ჩემს გამოცდილებას უფასოდ თავაზობდი, რეგიონებში უფასოდ ტრენინგებს ვატარებდი ძალიან ბევრს და ეს დრაივი მე დამაგდა, მაგრამ და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დეპრესია, იმიტომ რომ მე აღარ ვსურდა მათთან თანამშრომლობა და გაჩნდა ეს პოდკასტი, რომელთაც იმედი მაქვს, რომ მივწვდები ყველა იმ რეგიონში, ვისაც პირდაპირ კომუნიკაცია მქონდა იმ ხალხთან, იმ ბავშვებთან, იმ ახალგაზრდებთან და რაღაცნაირად ამ გამოცდილებას გაუზიარებდა. კიდე დამატებით ამის საშუალება მომეცა, რომ უფრო მარტივად ბევრ განსხვავებულ ადამიანზე, ბევრი განსხვავებული ადამიანის გამოცდილების გაზიარების საშუალება მექნება და დარწმუნებული ხარ, ვინც ვისმენს, ან ვინც მოგვისმენს, ან ვინც იგივე ეტაპებს გადის, მათთვის ბევრი საინტერესო რაღაც იქნება, მათ შორის შენს მოტივაციაზე, იმ როლზე და ასევე პასუხისმგებლობაზე ილაპარაკე ხა, ხო? იმ ყველაფრის მიუხედავად, სადაც გაიარე შენ და რაც მოხდა და რა უკავშირი ზაგიბრუნა, ხო, თუნდაც ქვეყანამ, ხო? შენ მაინც არ წყვეტ ამის გაზიარებას სხვებისთვის და დახმარებას. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის მე გიხდი პირადად მადლობა ძალიან. მადლობა შენ ამისთვის, რომ პოდკასტი ზოგადად რა არის პოდკასტი, რომ როდესაც უსმენ ან უყურებ, ვინ უყურებს და ვინ არის მსმენელი აუდიტორია, ვისაც რაღაცა აინტერესებს, რაღაცა სწავლა უნდა. და შენ რაღაცებს ასწავლი აქ და მართლა ტრენინგები არის, ლექციები არის, ანუ ბევრი საინტერესო რამ არის და ამ საუბარში ვხედავთ ხო, მეგობრულად საუბრობთ, ყველანი ეს არის კარგი პლატფორმა სხვებისთვის რაღაც საინტერესო წაიღონ და თქო უნდა მადლობა ამისთვის. ბოლოს ბოლო ნაწილში მინდა შევეხოთ შენს მანიფესტაციებზე, სტარტაპთან მიმართებაში, სწავლების მიმართებაში და ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც ამ სტარტაპის კეთების პროცესში დაგიტოვა. აი ეგ ნაწილი შევაჯამოთ. ხო, ანუ მან სწავლის ნაწილი მაქვს ჩემ ყოველდღიურ რუტინად. რომელიც მეორე მხრივ საკმაოდ მომწონს ჩემ თავში. ხაჭარა ბევრი ახსენე განვითარება, ხო? განვითარება. და სულ ვიზახიო დღეს ახლა 21 საუკუნეში თვით განვითარება არის, აი პირველი უნარი, ალბათ მე ესე დავაყენებდი, რომ თვით განვითარების უნარი თუ გაქვს ადამიანს, დაუძლეველი, ან ყველაფრის შემძლე მგონი ხარ რა, ესეთი განცდა მაქვს ყოველთვის და შენ შემთხვევაში ამ ბევრი ახსენე და ალბათ ესე არის, ხო? ხო, ესე ხო, რო შევხედოთ ჩემ თავს 1 წლის წინ როგორი ვიყავი და დღეს როგორიც ვარ, საკმაოდ მომწონს ჩემი თავი, რომ ვახერხებ უფრო მეტი სწავლას, უფრო მეტი ვიცი, უფრო გავითარდები და ეს მაქვს ჩემ თავში მუდმივი ასე განვითარების რაღაცა მანიფესტაცია. რომ მე რომ გავჩერდი და მე რაღაცა ჩავაგდო, მნიშვნელობა არ აქვს, მე мотиваცია მაქვს თუ არ მაქვს мотиваცია, მე უნდა მივყვე ამ დისციპლინას, მე მაქვს შექმნილი ძალიან დიდი რაღაცა ერთ სივრცეში სისტემა, სადაც მე ვხედავ ჩემ თავს და ყველა ინფორმაცია, ყველა საინტერესო რაღაცას ამ ერთ სივრცეში ვახცევ, რასაც ჩემი ტვინი მაქვს იქ მოქცეული. ხო, აი დისციპლინა ახსენე და мотиваცია, რომელი უფრო მნიშვნელოვანია? დისციპლინა. იმიტომ რომ შენ შეიძლება დღეს ცუდ ხასიათზე ადგე გეზარებოდეს, არ იყო ხასიათზე, რაღაცა თქვათ პრობლემა შეექმნას და იქცეს ქვეყანა, ეს ყველაფერი, მაგრამ ამასთან ადაპტაცია უნდა გაიარო და შენ უნდა წახვიდე დინების საწინააღმდეგოდ. და მე მირჩევნია, როდესაც მე ვიცი, რომ აი აქედან აქამდე უნდა მივიდე, მე ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთო და დისციპლინა უნდა დავიცვო. თუმცა ემოციური ადამიანი ვარ და ადამიანი ემოციური არსება არის ზოგადად და იქ მასლოუს პირამიდაც ვიცი ძალიან კარგად და თუ რომელიმე მათგანი არ მუშაობს, შესაბამისად ეს ხასიათზეც მოქმედებს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი რომ მე დღეს ამას თუ გავაკეთებ, მაშინ პროგრესი მექნება, მაგრამ თუ არ გავაკეთე, გაცილებით დიდი უკუსლა მექნება, ვიდრე პროგრესი, ხო. ამიტომ
პოდკასტების მოსმენა, წიგნების კითხვა, გაზიარება ინფორმაციის, მათ შორის ახლაც კი რაღაცას ვწავლობ მე, ეს ჩემთვის არის ძალიან კარგი საშუალება განვითარებისთვის და სწავლისათვის. და ეგ არის რომ манифестация ძალიან მარტივი. საკუთარ თავში რომ მე დღეს უნდა ვიყო უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ. ერთ-ერთი რაც მე მიყვარს ზოგადად არის ის რომ მე მომეცა საშუალება ვიყო ლექტორი. და ვასწავლე 90-ზე სტუდენტს უკვე ბოლო 3 წელში და ადამიანებს გავუჩინეს სურვილი რომ იყვნენ მეწარმეები, ანტრეპრენერები, შექმნან სტარტაპები. და მაგალითად ეს სტუდენტები ქმნიან საკუთარ სტარტაპებს, გადიან ჰაკათონებზე, გადიან აქსელერატორებზე, რაღაც იდეები აქვთ, მუდმივად მოქმედებენ. დღეს რამდენიმე მათგანი სხვა კომპანიაშია დასაქმებული და თითოეული ჩემი ამ სტუდენტებს ძალიან ვამაყობ. ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ მე რას უნდა ვხედავდე. ისინი ის კი ვერ უნდა მოვიდე, შენ და მადლობა მითხრეს. არა, მისი მადლობა არის, როდესაც მე რაღაცა გავეცი, რაღაც ინვესტიცია ჩავდე და წავიდე და ქვეყანას მოვახმარა. ხო, ამით იღებ ენერგიას. ამით ვიღებ ენერგიას, ანუ ამით ვკაიფობ, ანუ ეს არის კებავი არის ჩემთვის. ანუ სტუდენტებთან ურთიერთობა არის ჩემთვის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი. და ამ დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ გახ პასუხისმგებლობა სტუდენტთან ის მოდის და ფულს დებს ამ ყველაფერში, მისი მშობელი, მისი ოჯახი. დროს დებს ამ ყველაფერში და მე მაქვს სტუდენტთან პასუხისმგებლობა რაღაცა წაიღოს აქედან. მეორე ეს არის უნივერსიტეტი, რომ მე უნივერსიტეტს უნდა აუმაღლოთ ჩემი სწავლებით რაღაც ხარისხი, ანუ ერთი აგური მაინც უნდა დავდო ამაში და მესამე ქვეყანა რომ მე ამ სტუდენტებმა, ვინ არიან სტუდენტები, ხო? ისევ და ისევ პროდუქტი არიან ჩვენი ქვეყნის, რომელმაც უნდა გამოვაკლოთ. ხვალზე რაღაც საინტერესო რაღაცას შემოიტანენ და შედეგებს დადებენ ქვეყანაში. იმიტომ რომ ყველაზე მთავარი კაპიტალი ქვეყნისთვის არის ადამიანი. ყველაზე დიდი ყველაზე დიდი რესურსიც და მიმართულებაში ძალიან ბევრი ის უნდა ჩავდოთ, ხო? და ესტონეთი ახსენეთ, ძალიან კარგი მაგალითი არის და როდესაც ცხოვრობდი ესტონეთში, ერთ-ერთი რაც გავიგე ესტონეთზე და რაც ისტორია რაც არის ესტონეთის არის ის რომ როდესაც მიხვდნენ რომ აქვთ ესეთი ცოტა რესურსი, ბუნებრივი რესურსი და არის პატარა ქვეყანა, ჩვენსავე დიდარი არ არის. ისინი მიხვდნენ რომ თავარი მათი რესურსი არის ადამიანი. და ადამიანი მიმართეს უკვე სწორი მიმართულებით და მიმართეს კონკრეტული ნიშნისკენ. ინოვაციები, ტექნოლოგიები და ხედავთ რომ აქვთ უნიკორნები და ძალიან წარმატებული ეკოსისტემა არის ესტონეთის, რომელიც ძალიან დიდი როლის მატარებელი არის უკვე თემ სოფლიოში, არა მარტო ევროპაში. ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა ასევე ყველა ადამიანისათვის, მით უმეტეს, როდესაც სტარტაპს იწყებს, იყოს მუდმივად სწავლაზე ორიენტირებული და განვითარებაზე ორიენტირებული. როგორც ილია იტყოდა მოძრაობა, ხო? მოძრაობის გარეშე. მოძრაობა. ხო. სულ. ძალიან დიდი მადლობა თონიკე. ეხა ბოლო ნაწილში მაქვს ხოლმე ისეთი სწრაფი კითხვები. ხო და მაშინ გადავიდეთ ამ სწრაფ კითხვებზე, იმიტომ რომ მანდაც ბევრი საინტერესო რაღაცები. პირველი კითხვა, მოგსაურობა წარსულში თუ მომავალში? მომავალში. და რატო? იმიტომ რომ ალბათ საბოლოო ჯამში, არა, მოდი წარსულში ვიტყოდი. იმიტომ რომ მომავალში მაინც ასე თუ ისე მოხდები და წარსული, იმიტომ რომ არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ძალიან მაინტერესებს და მინდა რომ ვნახო. მეც წარსულში ვიმოგზაურებდი. ისტორია ძალიან მიყვარს ზოგადად. კი, ისტორია ძალიან მიყვარს. ბევრი მომენტია, თან რაღაცა იმის ცუნება ყოველთვის არის, რომ იქნებ შეცვალო რაღაც და მე სხვანაირად იყოს ყველაფერი. წარსული. კი, ნამდვილად. წიგნი რომელსაც ურჩევდი მაყურებელს, რაღაც ძალიან ბევრი წიგნი ჩამოთვალე მათ შორის, ხო? ანუ თქვა? კი. მაშინ ურჩევდი Ben Horowitz-ის The Hard Thing About Hard Things. ოკეი. სუპერ გმირი რო იყო, რა ძალას აირჩევდი? ეხ თორი კიდევს, დავაწყენინო და გრუტიც აქ არის. აგეკ ჰალკი ყოსევით. ჰალკიც აქ არის. ბავშვობაში მინდოდა სულ სპაიდერმენი. აი სპაიდერმენია, ოღონდ საიბერ სხვა განზომილებიდან. ალბათ აირონმენი, იმიტომ რომ ტონი სტარკი და ასე შემდეგ და ინოვატორი. აირონმენი ლიდერობს მოკლედ ყველგან. კი. ანუ მე ასე ვყურებ ხოლმე, ანუ მარველში, ნუ ცალსახად აირონმენია, ჩემთვის
პირველი მჰმ. და DC-ს თუ უყურებ, DC-ში ბეტმენი რა და ერთ და იგივე იგივე ფორმის სტორიც და ნოლანის ბეტმენი მითომ ნოლანის ეს ბეტმენი კლასიკა. ტრილოგია მთლიანად ძალიან მაგარია. რას ფიქრობ ზოგადად AI-ზე? და გარკვეულწილად ბევრ შიშია საზოგადოებაში და შენი აზრით ზოგადად ამ ტიპის ტექნოლოგიური განვითარება როგორც ადამიანისთვის კარგის მომტანია თუ ცუდის მომტანი და რატო? იცი რა იყო 88 წელს, როდესაც შექმნეს კალკულატორი, გამოიგონეს კალკულატორი, მაშინ იყო ძალიან დიდი კრიტიკა მეცნიერებისგან, მათემატიკოსებისგან, რომ ეს იქნებოდა ჩვენი კონკურენტი და ამ დროს კალკულატორი გახდა ერთგვარი დამხმარე ინსტრუმენტი ხო რა. უფრო დიდ კვლევებს აკეთებენ. უფრო დიდ კვლევებს აკეთებენ და უფრო ასისტენტი არის ვიდრე რაღაცა ჩამონაცვლებელი და არანაირად ვერ ჩამოთვლის ეს ადამიანს. ისევია ხელოვნური ინტელექტი ჩემთვის. ხო, სულაც მეც ეგრე უყურებ, ეხლა კალკულატორზე გამახსენდა ისო, სკოლაში მასწავლებლები გაზეპირებდნენ ფორმულებს, რომ და ისა კალკულატორი არ გამოიყენათო, სულთან ხო არ გექნებათო. სულთან ხო იქნება. და აგერ მობილური გვაქვს ეხლა. კი, გვაქვს აგერ ყველაფერი გვაქვს ავსწორეთ და დაგუგლო უცებ რაღაცეებს, ხო? ეგზამენშონი. ხო, ხელოვნური ინტელექტი, მოდით ჩემი გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ არის თითქმის ყოველდღიური ჩემი ასისტენტი და სულთა შორის იმ დღეს ავიღე სტატია AI როგორც თანადაფუძნებელი სტარტაპში. ხო რა. და ესეც გეხმარება, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი გეხმარება იდეების გენერაციაში, მე არ ვამბობ, რომ AI-ს უნდა დაეყნო ყველაფერში და ეს უნდა იყოს უბრალოდ ასისტენტი შენი და გეხმაროს web development-ში და გეხმაროს დიზაინის შემოშუებაში და გეხმაროს ინჟინერიაში და გეხმაროს ყველაფერთან ერთად. თუმცა ეს უნდა იყოს დამხმარე საშუალება ადამიანისათვის, რომელიც უფრო მეტად გვიადვილებს ცხოვრებას. ნამდვილად გეთანხმები 100%. სტარტაპი რომელიც გინდა რომ შენ შეგექმნა, შენ გაკეთებინა. არის ეგეთი სტარტაპი? მე ვისაუბრდი რომ ბილიკი ყოფილიყო ისეთი როგორც მე მინდოდა ყოფილიყო და გამختارიყო უფრო წარმატებული, თუმცა ჩემი რო ყოფილიყო, ალბათ იმიტომ ამბობ ამას, რომ ის ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ანტრეპრენერი არის Airbnb, Francescis, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ანტრეპრენერი არის მართლაც. TikTok-ი თუ LinkedIn-ი? LinkedIn-ი, TikTok-ი არ მაქვს საერთოდ. ხო, ჩვენ პოდკასტის გულისთვის გავაკეთეს და სხვა შორის უფრო მეტი ადამიანი გვიყურებს ვიდრე YouTube-ზე. და ამიტომ მეგობრებო, ვაჯობო TikTok-ერებს, გამოგვიწერეთ. დაგვილაიქეთ და გვიკომენტარით. სოთა შორის სტარტაპის გამო გავაკეთეთ TikTok-ი, იმიტომ რომ იქ რაღაცებს ვდებდით ხოლმე ვიდეოებს და ჭირდებოდა ნამდვილად. ამიტომ ხო, ანუ ეგ არის რა, ადაპტაცია უნდა გაიარო რაღაცეებთან, შენ გინდა არ გინდა. აი, წაღან ახსენე რომ ელჩობა და შემდეგ. ბავშვობაში რა იყო შენი სურვილი, რომ გაიზრდებოდი რა უნდა გავხდარიყო? ბავშვობაში იმდენი რამე მინდოდა. მინდოდა ფეხბურთელობა, მინდოდა კომენტატორი ყოფილიყავი და კომენტატორიც ვიყავი სოთა შორის სეტანტა სპორტზე. რამდენიმე თვე ვიყავი იტალიის ჩემპიონატი მიმყავდა და ის იყო ჩემი ოცნება ასევე. ფეხბურთი ხო და ისეც პრინციპში ძალიან მომწონს რომ ჩემი ბავშვობის ოცნებები ავიხდინე მე უკვე დიდობაში და მაშინ როდესაც სტარტაპი მქონდა, მაშინ ვიყავი კომენტატორი, უბრალოდ ვეღარ შევუთავსე დროის გამო და მანდაც იყო ერთ-ერთი პატარა მომენტი გავიხსენებ თუ შეიძლება რომ რამდენიმე წლის წინ გადიოდა ტელევიზიაში პროექტი კომენტატორი, ვიღებდი იქ მონაწილეობას და ვერ გავიმარჯვე, გამოვარდი ცოტა ნაადრევად, მაგრამ მაინც ავდოვნებდი და ჩემი ოცნება მაინც ავიხდინე და ეს მუღამი რაც მქონდა გავისწორე ჩემი. აუ ეგ ძალიან მაგარია. სხვა შორის სპორტს არ უყურებდი ხოლმე, ან ყურებით, ისე ძალიან მიყვარს რა ვიცი. თვითონ სპორტით ვიყავ დაკავებული, ნახევარ ცხოვრება ფაქტობრივად რაც აქამდე მოვედი და ძალიან მიყვარს, მაგრამ თამაში უფრო და არა როგორც აი ყურება რა. ყურება, ხო, რომ დაუბრუნდეთ ისე კითხვას უფრო კონკრეტულად რომ ვიყო, მინდოდა ბევრი რამე, ანუ ისტორიკოსობა მინდოდა, ექიმობა მინდოდა ძალიან ბევრი რამეს ვედებოდი ხოლმე მაშინ და როგორც ბავშვი ყოველთვის ყველგან სადღაც არის ხოლმე და თუმცა ისტორიაში ვხედავდი ჩემ თავს, ასევე როგორც ექიმად და ანუ გადამრჩენელად ერთგვარად, ან გადამრჩენელად ან რაღაცა სახელის ქვეყნის განვითარება სახელი და ექიმი თუ არ გავხდი, სამაგიეროდ გავხდი სტარტაპერი და ამ სტარტაპერով მომიტანა ლექტორობა, მომიტანა ანტრეპრენერობა, მომიტანა მენტორობა და ტრენერობაც, რომელიც მეხმარება იმაში, რომ ადამიანებს დავეხმარო.
და ბოლო კითხვა რა პრინციპში ბოლო ნაწილი რას ურჩევდი საბოლოოდ მომავალ მეწარმეებს ახლა ვინ ჩვენ გვიყურებენ. იმუშაონ საკუთარ თავზე, ემოციურად, ემოციური ინტელექტი განავითარო აუცილებლად. ემოციური ინტელექტის განვითარება ხდება აი ამ გამოსტირების დაგროვებით და შეიძლება ბევრჯერ დააკაკუნონ ბევრ კარებზე და ერთ-ერთი რომელიმე გაიღება აუცილებლად. ეს აუცილებელი ამბავი არის და სწავლაზე იყვნენ ორიენტირებული მუდმივად. არ შეიკრიტონ საკუთარ თავში, განვითარდნენ და არ იყვნენ იმ ბავშვური ოცნებების იყვნენ ბავშვური ოცნებების ერთგულებიც ყველაფერთან ერთად. იმიტომ რომ თუ რამე გააქვს ჩაფეხებული, მოდი რაღაც ეტაპზე გაისწორე, შეასრულე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გვეხმარება ჩვენ ვიფიქროთ ხუთის მიღმა. ხუთის მიღმა ფიქრი გვეხმარება, ან ბავშვური აზროვნება გვეხმარება კრეატიულ აზროვნებაშიც. და ესეთი მიდგომები მეરે გეხმარება, რომ უფრო წარმატებული გახდე, რაღაცები ისწავლო, რაღაცები განვითარდე და მუდმივი განვითარება და საკუთარ თავს ბევრჯერ უსმინო. და ვიტყოდი, რომ ურთიერთობები, რაც ჩემთვის იყო ერთ-ერთი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონოპოლარი. ადამიანი ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონოპოლარი. და ბევრ ადამიანს ხელი ჩამოართვან, ბევრ ადამიანთან მივიდნენ, არ მოერიდონ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი შეიძლება მერე გახდეს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი, მეგობარი და ჩვენ შემთხვევაში, სტარტაპის შემთხვევაშიც ბევრჯერ გამოჩნდა, რომ ერთხელ გასნობილი ადამიანი შეიძლება მერე ხვალ ჩვენი პარტნიორი გახდეს, მენტორი გახდეს და კარგი მრჩეველი გახდეს ჩვენი უბრალოდ მეგობარი. ამიტომ ეს ხო, დღევანდელ დროში სიმდიდრეა ხო ეგეთი ადამიანები, ნაცნობობა. ზუსტად. და ცოტა შეიძლება აი რამდენიმე შემთხვევა იყო, ეხლა იგივე ჩემი და შენი შემთხვევაც, ხო, ეხლა ვიცნობთ ერთმანეთს და უცბად მოხვდით აქაც. ხო, და გვაქვს ძალიან კარგი საშუალება, რომ ვისაუბროთ და მე ადამიანებს საინტერესო რაღაცები მივაწოდოთ. ამიტომ ყველა პატარა ეს ეგ ძალიან ისეთია, ხო, რომ ჩვენ აქამდე ეს სიღრმისეულად არც გვისაუბრია აქამდე. არ და ხშირად შეხვედრებად სხვა ღონისძიებაზე ერთად ყოფილ ვართ ბევრგან, მაგრამ ესეთი სიღრმისეული საუბარი არ გქონია და ეგეც და მიხარია რომ ღირებულებებით ერთად ვართ და ერთ ფუცალზე ვდგავართ ჩვენ და ბოლო ნაწილში ეგ მინდოდა რა, ბოლოს მე თქვა, რომ რაღაცაერთ გაიყო ხა, ხო, ბევრი მხარე არის, მე კი ერთს ხედავ მაინც მარტო, მაგრამ განსთვალისწინებელია რაღაცების ხედვებიც სამწუხაროდ ზოგიერთის არასწორი შეიძლება იყოს. შეიძლება კი არა არის ალბათ, იმიტომ რომ რაღაცა ობიექტური რეალობა მგონია ეგ, რომ ქართველი ხალხის გონებაც, გულიც და შემდეგ არის უფრო ევროპული. და მაგას არ შეცვლის არაფერი, ხო? არც საზღვარი პირობითი და არც რამე განსხვავებული, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, რა ვიცი, მეტწილად დემოკრატიული, უფრო ჰუმანური, უფრო ევროპისკენ და არასდროს არ ყოფილა ისტორიაში, რომ ვიღაცას ქართველს თუნდაც მეფეს ანდით გვაროვანს, ну, ერთეულების გამოკლებით, რომ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან რა ვიცი, აღმოსავლეთით სურდა წასვლა, ამ ქვეყნის განვითარება. ცხადია, იმიტომ რომ მე ახლა ბევრი ადამიანი აღმოჩნდა იქ საპირისპირო აზრზე, საპირისპირო მხარეს, იმით გაცურებული ვარ, გაკურებული ვარ. თუმცა ჯერა რომ საბოლოო ჯამში ის სიმართლე რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს და რომელიც ისევ და ისევ ქვეყნის საკეთილ დღეოთ არის ყველაფერი მოვახცევთ ამ ყველაფერს კალაპოტში და დროის საკითხია. ქვეყანა დაუბრუნდება აუცილებლად დროის საკითხი არის. იმიტომ რომ ობიექტური რეალობაა ეგ რო რა ვიცი, ანუ უბრალოდ ეს კამპანიაც აგორებულია რომ რაღაცები გააშავოს და საპირისპირო დაგვიმტკიცოს რაღაცეებზე. ეგ დიდი ხანი ჩვენაირი პატარა ქვეყანაში დიდი ხანს ეგ ვერ იმუშავებს. ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ჩვენ თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული კანონზომიერება, რომ ჩვენ გასალებით მძიმე მდგომარეობაში ყოფილვართ და იქიდან გამოსულვართ და აი ეგ არის ჩემთვის აი ის იმედი და ის გზა, შორი გზა, რასაც უყურებ. თუმცა შენ რო ამას აკეთებ პოდკასტს ახლა ამ სიტუაციაშიც. აი მაგას ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ მეთქი ხა არის მაგის დრო, ან ხალხს ცალია მაგისთვის. მაგრამ აი პირველ რიგში ეს გავაკეთე, ცოტა ეგოისტურად ჩემი თავის გამო, იმიტომ რომ იმდენად ბევრი რაღაც მეც შემეცვალა. მათ შორის ის ჩემი ყოველდღიურობა შეიცვალა აბსოლუტურად, საქმიანობა შეიცვალა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვეღარ ვაკეთებ, როგორც მანამდე ვაკეთებდი ხოლმე აქტიურად ჩართული და ეს მე მჭირდებოდა, რომ იმ სტრესისგან, იმოცემულობისგან რაღაცა ცოტა სხვა მხარე მენახა, დადებითი პოზიტიური, რომ გადავრთულიყავი რა და ძალიან მეშვერის. მაშინ უნდა გავშერდე და არაფერი გავაკეთოთ და
ლეპტოპები ჩვენ ახლა რა გავაკეთეთ თავიდანაც ხო ლეპტოპები დავხურეთ ყველამ გავედით ქუჩაში და უკვე რამე რამდენი დღე 150 დღე არის მგონი უკვე რაც ქუჩაში ვდგავართ და ესეც იმიტომ არის რომ გჯერა იმის რომ ჩვენ ძალიან მართლები ვართ ეს ერთი და გჯერა რომ ქვეყანა უნდა იყოს მართლაც ევროპული და არა იქ სადაც ჩვენ ხო დღეს ვუხეჩები ხო აი მე ყველაზე მეტად მაგ ყველაფერთან ერთად ვჯერა რომ სიკეთე გვინდა ყველას ანუ კარგი გვინდა ანუ მე ამ თემაში ვისაც ვიცნობ არავინ არ არის იმდენად ეგოისტი, რომ საკუთარ თავზე ფიქრობდეს. ანუ ყველას იდეა, რაც მე მინახია და მე მაგას ვიზიარებ, ის არის, რომ ყველანი ვიყოთ კარგად. ის მხარეც, ჩვენც და ქვეყანა იყოს ზუსტად ასწავლარი. ეგ მიდგომა მაქვს, იმიტომ რომ მე რო დგავარ იქ და მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც სხვა მხარესგანან, ასევე მათთვისაც ჩვენ კი, ზუსტად. ვართ იქ, იმიტომ რომ დღის ბოლოს ჩვენ ისევ ერთად უნდა ვიცხოვროთ აქ ქვეყანაში. კი და ჩვენი რაღაცა მოპოვებული სიკარგეები მათაც გაუზიაროთ. ეგ არის თავარი ჩემთვის რა და ხო, ამიტომ გონია რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დრო ძალიან ბევრ რაღაცას წყვიტავს ხოლმე ყოველთვის და იმედია რომ ძალიან მალე იქნება ეგ ამბავი და დიხას არ გააჭიანურებს. ხო, შენ კიდევ გისურვებ რომ წარმატებას გისურვებ პირველ რიგში, გაზიარების ნაწილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს მადლობა ხანდახან არის ხოლმე კაი სტიმული რა, იმიტომ რომ მეც რო ვაზრიარებ, რა თქმა უნდა, იქიდან მადლობას არ ველი და ჩემთვისაც ის არის წარმატება და ის საწვავი, ასე ვთქვათ, ერთგვარი, რომ ის ადამიანები მე იმ სადაც რაღაცაში იყენებენ, ხო და ზუსტად მესმის შენი იდეის შენი მიზნების და სურვილების და ამიტომ ყველაფერში გისურვებ წარმატებას და მადლობა პოდკასტში რომ ვეწვიე. დიდი მადლობა. ოკეი, თქვენ კი მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაგვიწერეთ კომენტარები. თუ რამეში რამე კითხვა, რამე მიმართულება, რომელიმე სტუმარი გინდათ რომ მოისმინოთ ჩვენს პოდკასტში, დატოვეთ კომენტარი და შევეცდებით რომ შემოგთავაზოთ.